როძინა აკამორჩილაძის უახლესი რომანი ესათაური ნებისმიერ სხვა დროში შეიძლება ძალიან იუმორში მიგვეღო ან ბარბარიზმში გაგვეტარებინა ან არ ვიცი ავტორის ახირება დაგვერქმია, მაგრამ სამშობლოს როძინად ქცევა აქ და ახლა ისეთი რეალურია, როგორი რეალურიც არასდროს არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. წიგნის ყდაზე გამოსახულია ერთ-ერთი ყველაზე აუტანელი ქართველი, ხოლო წიგნში მოთხრობილი ამბავი ნამდვილად ყველაზე აუტანელ ქართველზე, სტალინზე გვიყვება მის ბოლო დღეებზე. ბელადს მეგობარი აღარ ყავს დარჩენილი და უმეგობრო დარჩენილი ბელადისთვის ყველა მტერია და ყველგან საფრთხეს ხედავს. სრულ პარანოიაში ცდილობს, რომ ბოლო ჟამის ჯაშუშობის დიდი გეგმა დასახოს. წიგნი მოგვიყვება სისტემის შესახებ, სადაც სიმართლე აღარ არსებობს, ან თუ არსებობს, მას აღარანაირი ფასი აღარა აქვს. ის ტყუილები კი, რაც თვითონ ბელადმა ინსტანციამ დაამკვიდრა დაკითხვები ადამიანის წამებებით მიღებული აბსოლუტური მარაზმები, მას უკვე აღარ ართობს, უფრო ახალი, უფრო სხვანაირი, უფრო დიდი ტყუილი ჭირდება, უფრო დიდი ამბები და თავგადასავლები, მაგრამ ეს დიდი ამბები და თავგადასავლები საბჭოთა კავშირში მისივე შიშით აღარ ხდება. როძინა, სათავე დაწყებული სიუჟეტი გაგრძელებული მოგვითხრობს იმ წარსულის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს იყო, მაგრამ ინსტანციასავით პარანოიკი, ტყუილებით გამბერავი ლიდერების ხელში, იმ ლიდერების ხელში, რომლებიც შავზე თეთრს გიმტკიცებენ, რომლებიც ყველგან მტერს ხედავენ და ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ კრიტიკულად არის განწყობილი სამშობლოს მტრად გამოყავთ, შეიძლება უახლოეს მომავლადაც გვექცეს. არ ვიცი, აი ამ სრულ სიბნელეში რაიმე ოპტიმიზმის დანახვა შეიძლება თუ არა, არ ვიცი წიგნის ფინალს მკითხველი ოპტიმისტურად შეაფასებს თუ არა, ერთი რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ სამშობლოს აღარასდროს აღარ ერქმევა როძინა. მე ივო ფეზუაშვილი ვარ, თქვენ უყურებდით გაკვეთილებს დიქტატურაზე, აკამორჩილაძის როძინას გავლით.